იყოს თუ არ უნდა იყოს სამსახურში და მენეჯმენტში თუ ბიზნესში ოჯახური გარემო, ამას პირველ რიგში წყვეტს თვითონ გუნდი. როგორი ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ ადამიანებს იქ. კი, რა თქმა უნდა, ოჯახი თვითონ არ არის ბიზნესი და არ არის ისეთი საქმიანობა, რომელიც სამსახურში უნდა ხდებოდეს და ხორციელდებოდეს ბიზნესში, ხო? ანუ მენეჯმენტში. ეს საკითხი პირველ რიგში წყდება შემდეგნაირად, რომ არ უნდა მოხდეს რადიკალიზაცია, რომ ეს არ დამანახოთ და ეს არ გამაგონოთ. აქ არ არის საუბარი იმ ინტიმურ რაღაც ურთიერთობებზე, რომელიც ოჯახში სუფევს. მოდით პირველ რიგში დავინახოთ, რას გულისხმობს გამცნების უკან. ხო? ეხლა ვიღაცისთვის შეიძლება ოჯახი მხოლოდ მაცივართან ასოცირდება ან საკვებთან. ეს ძიმეა ესეთი ადამიანების მდგომარეობა ფსიქოლოგიური, მართლა, რომლებიც სხვა რამესთან, ინტრიგასთან და რაღაც აუტანლობასთან, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება ესეც არის. მაგრამ ეს არ არის ოჯახი. ხალხო, მინდა გითხრათ, რომ ეს არ ითვლება ოჯახის აი რეალურ ოჯახურ გარემოდ. რა არის ოჯახი? ოჯახი არის ღირებულებების კერა. ოჯახი არის ის ადგილი, სადაც ღირებულებები წარმოიქმნება, სადაც გულწრფელად ეტყვიან ადამიანს თუ რა ეშლება მას, ან პირიქით რა გამოსდის კარგად, სადაც ხარდაჭერა არის, სადაც ერთგულება არის, ხო? უამრავი რაღაც შეგვიძლია დავასახელოთ, უამრავი ღირებულება, რომელიც ოჯახთან ასოცირდებოდეს უნდა. საერთოდ ეს მაცივარი და ეს ძალიან ცუდია, რომ ჩვენ საზოგადოებაში ამაზე დგას ახლა საკითხი, რომ აი თუ მაცივარი რაღაც სავსეა, მაშინ ჩვენ ბედნიერები ვართ და თუ არ არის, რა თქმა უნდა, მაცივარიც უნდა არსებობდეს სავსე, მაგრამ ოჯახი არ არის მხოლოდ ეს. მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის მიხედვით, ხო, ეს საერთოდ ბოლო ადგილზეა, ანუ დასაწყისში ამის მერე კიდევ უამრავი საფეხურია, რომელზეც უნდა იმყოფებოდეს ესეთ ადამიანი. რა თქმა უნდა, არ არის სამსახური ის ადგილი, სადაც ოჯახში როგორც რაღაცას გიტარებენ თუ გაპატიებენ, ისე უნდა მოხდეს, მაგრამ ოჯახი ამავე დროს ზოგჯერ სამსახურიც არის. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ზოგჯერ სამსახურია ოჯახი და ზოგჯერ კიდევ ოჯახია სამსახური.